გამარჯობა მეგობრებო, Grounded Pound Georgia's podcast-ი დაბრუნდა მე-4 ეპიზოდით UFC Fight Night Mexico-ს ქარდი. გავაცილეთ. ჩავაბარეთ წარსულს. მორენოზე როგორც ვიფიქრეთ, მარტივად მოიგო. კი, თან გადაწყვეტილებით ეგეც თქვით რა და კაი იყო რა საბოლოო ჯამში ქარდი შედგა, მაგრამ მაინც მითხარი, აბა როგორ მოგეწონა საბოლოოდ. არ იყო სხვათაშორის ცუდი ქარდი. აი UFC ლონდონს რო შეადარო რა. ეს იდეალური ქარდი იყო, მაშინ UFC სამბას ისტორი ქარდი იყო UFC ლონდონთან შედარებით. კი, გეთანხმები მაგაში. თან ის თვითონაც event-ი კაი იყო რა მომეწონა რა ლონდონს ჯობდა. საერთო ქონდა UFC ლონდონს და UFC Fight Night Mexico-ს რაღაც რა. აბა რა. და ის შავი ფორმით რო დადიან ეგ შუაში კაცები ხოლმე, მესამე კაცები. ორმე ბრძოლში ვარ დგას რა, ახაც რამდენიმე ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ძალიან ისეთი რა, საკამათო. ძალიან იყო 1-2 ბრძოლა, სადაც თვითონ გადაწყვეტილებაზე, აი რო ელოდები, აი ხო რო აცხადებენ რა, რომ აი 29-28 და რაღაცებს და ბოლოს როგორია რომ აი ამის ხელს აწევენ რა ვთქვათ პირობითად ვიღაცის და მეორეს რო იმშვებიან რა ეგეთი იყო რამოდენიმე ჭუბი რაც არ მომეწონა ძალიან როგორი რაღაცა როგორ დასკვნამდე მივედი იცი რომ აი რაც არ უნდა რო ბერი იყოს ჭუბი შენთვის ხო ბოლოს ვიღაცა ისეთი არგუმენტებით გამოვა მაინც რომ რაღაცნაირად თავის ანუ იმ გამარჯვებას გამართლებს ხო რა ხო რა ჟარგონულად რო ვთქვა ერთ 5 წამიანი დილეი მაქვს ხოლმე სანამ კი, კაი ქარდი იყო სხვათაშორის მანუელ ტორეს და დრიუ დრობერის ჭუბიც მგონია რომ იქამდე უნდა გაშერებულიყო სანამ დრიუ დრობერი ბოლომდე ხელებს გაუშვებდა ფეხზე და მე ხო გავაგზავნა კაც ჭუბი აგინა მაგ კაცთან აი მან თვითონ ლაივში თქვა კომენტატორი რო არის რა სეტანდას ბუჩუკური რო ბნელი მხარე არისო UFC-სო რა ტიპი რო ადგა და ეს გააგრძელა ჭუბი რო სანამ მიახვედრეს და ტიპის კამზე ჩამოსვეს და მოუყვნენ როგორ ურტყათ 15 ამერფისტი იმენა ტიპმა და პატარანგან უყავს უკვე ეგ ვინ იყო რა პატარანგან უყავს გატიეს სახით მედინას აი ტიპმა აი ეს 3 წუთი რა მედინა გაძლო იმ პონჩი რომ იმენა ძაში დაურული გავხსენი იმიტომ გაძლო რომ ყბა აქვს რაღაცა სასწაული რა ინა სასწაული პატივისცემა მედინას რომ მანამდე არ გაიტიშა რა ესეთი განსახილველი ჭუბი მეტი რო ვთქვათ დიდად მე გეტყვი ერთ განსახილველ ჭუბს სხვათაშორის აი წინაზე ვახსენეთ წინა პოდკასტში პრელიმები კი არა და 20 წლის ტიპით ხო რო გითხარი რაულროსასი რა მაგ ადამიანს ჰქონდა საკმაოდ კარგი რო ვთქვათ რომ კარგი ჭუბი ჰქონდა ვერ იტყვი რა ეგრე რა აუ არა ეს თავი ოკუჯ ამოჭერი გონი არა მოიცა არა მინდი რა კაია არა მოჭრა აუ კაია ოკუჯ დატო ოკუჯ დაკლიპე ოკუჯ დატოვე არა მე რა ხო ანუ რაულროსასზე რა სიტყვი მოდი რა სიტყვი და რაულროსას მე მგონი იმიტომ რა საბიტები რომ ეს სტრუქტურა აქვს სახის ანუ იმდენჯერ ყავდა მაგჯერა დაჭრილი რა აი უბრალოდ ეს ხოზე ჰაბიტუსის გამო ალბათ ვერ დაასაბლით ეს რა ძალიან მაგარი პროსპექტი არის მართლა და ასაკის გათვალისწინებით ალბათ ტოპ დონეზე არის აი ასაკთან ხუთი მოგებათ UFC-ში რა ვიხა მე 20 წლის ჯონს იყო 23 ჩემპიონი რო გახდა ეგეც მაგ თემას უმიზნებს რა ხო რავი ბანტამოვიჩი რამდენად გახდა ხო მაგრამ მოდი ახლა აი ხუმრობა რო იქით გადავდოთ აი რეალურად რო შეხედო რა მაგ ჭუბს რა ჯერ აი მეწოდება რომ ვინმე ისეთი მიცენ უფრო ძლიერი რა ამ ეტაპზე იმიტომ რომ ორჯერ თუ სამჯერ თუ რამოდენიმეჯერ მოკლედ ისეთ საბმიშენს გადარჩა აი მესამე რაუნდიც რო რჩებოდა ისეთ საბმიშენს გადაურჩა ტიპი რომ რავი რა აი ბოლო ძალებით რო გაძლებ იმენა ანაკონდაზე ყავდა ტიპს დაჭერილი და მაგიტომ ხო რა აი მეწოდება რომ ჯერ ისე მიცე იმიტომ რომ ჩამოყალიბებული არ არის რა ჯერ 20 წლის არის რა ანუ ძალაც არ აქვს ისეთ თან როგორ რაღაცა არის აი რო იტყვია რომ უნდა დაღვინდესო ტიპიო რა აი ეგეთი პონტია ზუსტად იმიტომ რომ აშკარად აქვს პოტენციალი რომ მიწაზე დომინანტი იყოს რა. კი, ანუ ეხლა და რაღაც ისეთ რამდენჯერმე ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ჩააყო მდგომარეობებს, თორე რეალურად რაც ჩადიოდნენ დაბლა ხო, ძირითადად თვითონვე იყო ინიციატორიც
და თვითონვე აკონტროლებდა რა სიტუაციას. ხო, ანუ რაღაც მომენტში გაიქცა ეს. კი, ხო, ეგ არის რა გამოცდილების თემა არის და წმინდა იმენა კონტროლი რო აიღო, შეიძლება თქვი წეღან მერაბის ხელი ეტყობა მან. ეგრევე ეტყობა რა. რომ მოკლედ მერაბი საუკეთესო არის მაგაში და საუკეთესოსთან როცა ვარჯიშობ უკვე ისეთი თემა. მეგობრებო, ჩვენც ვიცით რომ მერაბი ჩხუბი ჩაენიშნა, უბრალოდ ჩვენ ეს თქვით უკვე წინა პოდკასტზე, იმიტომ რომ დანამ დარეკა. ხო, გადმოეკა. ვიცოდით რა, ანუ ხო, ნიუსების თემა ცოტა ბოლოსკენ გავიაროთ. ხო, ეგ მაინც ესეთი შესავალი გავაკეთე, რატო არ დავიწყეთ მაგით. ჩვენთვის არ ყოფილა სიახლე რა, გრანდიოზული. ვიცოდით მოკლედ ეგ ამბავი, სავარაუდოდ დაანოსდება მალე. ხო, მანუელ ტორეს დრუდობერზე ვისაუბრეთ, მორენოზე ერთი რაც მინდა ვთქვა, რომ ეს რამე მოვიფიქროთ, ეხლა დრუდობერი მოიგებს რომ მეუღლე და ეს ბრუტალურად რო უგებს მანუელ ტორესი, რაღაც სარგებელი. უნდა მიიღო, თუ რა გინდა ერთი. მოიცა ჩიდინ ჯოკუანიმ რომ მოიგო ძმა, რამე სარგებელი მიიღე მე. მოიჩიკას აქ ჩემი ბიუსტი რომ მოიგო, თავოწვე რა, მაჭი რა გინდა. ეს ყველაფერი ძმა, იქნება ნენელა იქნება სპონსორებთან ერთად ძმა მე რაღაც ხო ხდები. მორენოს რა შეეხება რა, მორენოზე რომ ვთქვათ რომ აი გადაუარა თქო, ერთ-სექს ვერ იტყვი რა ეგრე რა. პირველი რაუნდი მაგრად მოუგო, გაარტყა, რაც გასარტყმელი იყო. თუმცა ისეთი რთული ბრძოლა ჰქონდა რა ეგრე ვთქვათ რა. და ისე ზოგადად მის მომავალზეც რას ფიქრობ აი მე მაინტერესებს. ხო, რა კამარს თუ შეუტევს. რავი, როგორ წაგება ახ პანტოჟასთან უკვე. ხო, აი პანტოჟა თუ ავიდა ზედაწონაში და არის მე მგონი საუბრები უკვე. რავი, მორენოს ვინ უნდა მოუგოს მაგწონაში, ჯერ იქნებ მანელ კაპე იყოს ეგ ადამიანი. თვალში თითებით. არა, კაპე მართლა არ არის ცუდი მებრძოლი, უბრალოდ მორენო აი რაღაცა. ხო და გაუჭირდაზე და მარტივად ვერ მოიგოს შემიძლია ეს კითხა, რომ მე ვფიქრობ, რომ მორენო რა გეგმითაც გავიდა და ზოგადად რა გეგმაც ჰქონდა დასახული, როგორ უნდა მოიგო ერთ-ეგისთვის, ეგრე მოიგო ზუსტად რა. და ეგეთი ტიპი, ანუ ზოგადად ჩემპიონები რო ხდებიან და ჩემპიონის მენტალიტეტი რო აქვს ადამიანს, ხო, იქ უკვე ის ხდება ძირითადად ოქტაგონზე, რომ ცვიგონებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გეგმას უნდა აი ეგ გამოჩნდა, მართლა გამოჩნდა. მაგიტომ მგონია მე რომ აი ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა ამ დაუმარცხებელი მებრძოლებს, რომელსაც დებიუტი აქვს ხოლმე UFC-ში, რომ რაღაცნაირად აჭრილები არიან რა, ვერ პოულობ, ხდებიან რომ ძალიან დაბლიდან მაღალ დონეზე ავიდნენ, თან რა უმაღლეს დონეზე რა. გეთანხმები. საინტერესო კარტი იყო, საერთოდ. კი, საბოლოო ჯამში მართლა კარგი კარტი იყო, მექსიკას როგორც შეეფერება ისე რა, ეხლა მთლად ნოჩე არ იყო, მაგრამ კარგი იყო მოკლედ. და ბორხასი როდრიგესი არის ვისაუბრე. ბორხასი მართლა ეგ იყო. ჩემი და ბორხასი. აი მართლა რა ვიცი რა, გადაუარა რა. აი ბევრზე არ მithქვამს. ამ კარტზე პრინციპში ერთადერთი გატიაზე ვიფიქრე ეგრე რომ იმენა გადაუარაო რა ტიპს და გატიმ გადაურბინა ხო ეგ იყო პრელიმებში და აი მეინ კარტში აი ეგეთი გადაულა რავი რა მართლა მაგრად მოიგო თან დიდი ანდერდოგი იყო ბორქასში ხო ანდერდოგი იყო საკმაოდ მაგრამ ჩვენთვის ანდერდოგები და ფაულები ხო ეგეც უცნობია ვინ იგებს ვინ არა ერთ-ერთი მაგ ბრძოლაშიც რა გამიკვირდა რო ვერ დააფინიშა აი გამიკვირდა მაგრამ მე მგონია რომ იმენა ის შოუკეისი ქონდა ხო იმენა წარმოაჩინა თავის სკილები კი ну რავი მე წინა პოდკასტშიც თქვი რომ რონალდო როდრიგესის იმედი რაღაც მომენტში მქონდა რა მაგრამ ვერა ეხლა ძალიან ცუდად წააგო ისე წააგო რა ხო მაგრამ ეგ ყველაფერი მოხდა იმის გამო მე მგონია რომ ბურხას რეალურად ორი წაგება ჰქონდა და ხო ტესტის მაგვარი რამ იყო ეს როდრიგესის ხო გაიტესტა და იდეაში აი ორივესთვის ტესტი იყო რაღაც ხო აი ეგ მაგას გულისხმობს რომ ბორხმა არ მგონია როდრიგესის ჩაჭილა ჩაიტვალოს უბრალოდ რომ მოიგო ბევრად წინ იქნებოდა ჩემი უშო ბორხასი იმ ადგილას სადაც ბორხასი ან შეიძლება უფრო ზევითაც ყოფილიყო მაგრამ უფრო ბორხასის ტესტი მგონია ეს რა ხო და ბორხასმა წარმატებით მაგრად გაიარა აი ეს ის დესიჟენი არის მართლა მაგარი დესიჟენი რო არის რა რასაც თქვი. გადავიდეთ უკვე შაბათ დღეს გველის ძალიან კარგი კარტი თვითონ. თუმცა აი ყველაზე მეტად ანუ საინტერესო აი ხა რაღაც თუ ჩაუღრმავდები იპოვი საინტერესო ჩხუბებს, მაგრამ აი ისეთი ყველაზე საინტერესო მეინ ივენთი გვაქვს ჯოშ ემეტი, ლერონ მერფი და იცი რატო არის საინტერესო? იმიტომ რომ მე და შენ ერთმანეთს ვეწინააღმდეგებით სუდად თან. მერფი არის ძალიან დიდი ფაული. ხო, დაგითმობ, რომ დაიწყო.
არის ძალიან დიდი ფავორიტი. დენიგესთან ჩხუბის დროს ილიას ქარძე ქონდა ეგ ჩხუბი. სწორად. კი ბატონო. კი. როცა ჰოლოვეისე ჩხუბი მაგარზე იყო. კი, აბუ-დაბისი. დენიგემ რავი, მე პირადად იმის შთაბეჭდი, ან მომცა იმის ფიქრის საშუალება, რომ ვიფიქრო ლევონ მეფი საერთოდ არ არის. ხო, დაუმარცხებელი ჯერჯერობით არის, ფაქტებით მივუყვებით, მაგრამ ჯოშემეტი არის ძალიან underrated-ი, ეგრე ვფიქრობ რა. ჯოშემეტს ჩემი რესპექტი დაიმსახურა იმის მე, რაც ილიასთან 5 რაუნდი გაწყო. როგორ გაძლო იქ სხვა საქმეა. ხო და მაგას ვიძახი, აი ჩაწერამდე ხო გეუბნებოდი რა მაგას, რომ გაძლო რა, მაგრამ ჯობდა რომ დაფინიშებულიყო. ეგრე ჯობდა რომ დაფინიშებულიყო, ყოველ ბევრზე შეიძლება ითქვას, სხვა შორის რამდენი ბიჭო, ანუ ნახე რა თემა არის 10-7 წააგო რაუნდი ერთ-ერთი. გასაგებია, ეგრე მოგებული ის აქ 10-7. აი მაგას ხო არ აქვს მე მნიშვნელობა, მე ვიძახ კონკრეტულად ჩხუბზე ხო საუბრობ. ილიას დაფინიშების გარშე UFC-ში აქვს 2 ბრძოლა ჩატარებული. ერთი დებიუტი და მეორე ალთან, მეორე ემეთთან. მაგ დარტყმებს რომ ადამიანი უძლებს და არ ითიშები და თან მარტო ეგ ხო არა რომ უძლებ რა. საწყის რაუნდებშიც მაგარი ნაცემი იყო ემეტი, მაგრამ რაღაც ცდილობდა რაღაცას რა იქნებდა. თან აქვს თავისი ხელების იმედი და ეხა რო აქ და სასწაული ძალა. სტრაიკინგი რო აქ მაგაზე ორი აზრი არ არის. ჩხუბი არის 5 რაუნდიანი. ლევონ მერფი 5 რაუნდში არ წარმომიდგენია ჯერ. მე რა 40 წელს არის ემეტი გამოცდილება აქვს და მაინც მქონია რომ ემეტის კარდიო ეგეთი ცუდი არ არის რა. მერფიც არ არის. მაიქელ ანდერდოგად ემეტის მიჩნევა. რავი, არის უპატივცემული. ხო, ანუ მაგაში გეთანხმები, ხა ეგეთი ანდერდოგი არ უნდა იყოს, თუმცა ანუ მე ხა როგორ წარმომიდგენია თვითონ მოგება რა მერფის. მე მგონია რომ ესე უბრალოდ ფეხზე რო დადგეს და სტრაიკინგში რო შეეჯიბროს ემეტს, მან გეთანხმები რომ გაუჭირდება მაგრამ მერფის აქ სხვათა შორის ერთ-ერთი დაუფასებელი იარაღი რა ესე რო ვთქვათ რა, არის ჭიდაობა, რომელიც იგესთან დაჭირდა, გამოიყენა და მაგით მოიგო რა, ეხლა იმიტომ რომ ნოკდაუნშიც იყო იმ ბრძოლაში, თუმცა მაინც მოიგო ხო საბოლოო ჯამში და მაგიდან გამომდინარე ისიც რო ვთქვათ რომ გამოუცდელი არის მერფი არა, იმიტომ რომ რავი რამდენი ჩხუბი ეგ დესიჟენით ხო? ბრძოლაში გამოცდილი არა. ხო და აი 2 წუთი რომ ემეტი მოიგეს. არა, ნახე, ანუ მე გამარჯვებას ხედავ იმ შემთხვევაში თუ მერფი აურევს. ჭიდაობასაც და სტრაიკინგს ხედავ იმ შემთხვევაში თუ სტრაიკინგის მასტერკლასს შეატარებს, როგორ უნდა ვეჩხუბოთ დისტანციაზე. კი ბატონო, ეგეც უბრალოდ უნდა აურიოს ჭიდაობა, ისე არ გამოვა. ანუ ილია თოფურია არ არის. მესმის მერფის რატო ცხრები და გეთანხმები მეც რომ მერფისკენ ბევრი მიზეზის გამო შეიძლება გადაიხარო, მაგრამ მე იმას ვიძახი და ძირითადად სუნაგას ვამტკიცებ ხოლმე, რომ ეს ანდერდოგ ტიპები ძირითადად რა არიან დაუფასებელი ტიპები. ჯოშემეტი. ხო, რა, მერაბია სახეზე, მაგალითად. ჯოშემეტი არის მაგჩუბში ჩემთვის ფავორიტი რა. ხო, ჩემთვის მერფია. შეიძლება რომ არ გამოვიწყარო. ოღონდ ნახე, ანუ შენ ისე არ გაიგო რომ ჩემთვის ისეთი ფავორიტი არის მერფი. რო უეჭველი მოიგეს. ხო, არა, ეგეთი არის. ნახე, ემეც მე პატივს ვცემ ხა როგორც მე ბრძოლს რა, ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული, თუნდაც ილიასთან ჩხუბიც როგორც ახსენე, გეთანხმები მაგაშიც რომ მაგარი მებრძოლი არის რა, ბრძოლის უნარიანი გაძლება შეუძლია ასე შემდეგ, მაგრამ მაინც მერფისკენ ვიხრებ, იმიტომ რომ თან ის შიმშილის გრძნობაც უკვე მოყვება, იმიტომ რომ კამრისკენ მიიწევს. ხო, მაგრამ არ ეტყობა ჩემი აზრით მერფის ექიმში. მოდი, ეხა ხო და მოის არა რა უნდა გითხრა რა, ეგ ეხა თავისთავად ყველა ვიცით რომ ერთი უეჭველი მოიგებს, მეორე უეჭველი წააგებს, რავი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მithom ფერუჩი თუ 11-11-ზე დავეჯერებ ბურთი მრგვალია და ხო, ეგ გამბები. ანუ აქ უფრო შეიძლება ყველაფერი მოხდეს ვიდრე იქ რა. კი, რა თქმა უნდა. ეგრე მგონია და რაც შეეხება ჯოშ შემეტის და ლეონ მერფის ბრძოლას ხო, ლეონ მერფის ეს შიმშილი ჯერ ვერ დავინახე რა. არ ეთყობა რომ შეერია. ემეტის სტატისტიკასაც რო გადავხედოთ და რას ვფიქრობ, ანუ ყველაზე მთავარი შეკითხვა რაც მაქვს რა შენთან რეალურად ლეონ მერფზე და ემეტზე იგემრეებიც გაუტარა. ხო, ეგრო ემეტმა გაუტაროს. ხო, მერფი ისეთი პროდუქტიული იქნება 5 რაუნდი. პროდუქტიული იყო, იგემ რაც გაუტარა, იმის მერ პროდუქტიული, ანუ ძიმე ნოკდაუნში მაგას ვიტარა. მაგრამ ნახე, ხო, ეგ არის რა, ხა ემეტის ხელი რო ილიასაც მოხვედრო და შეეტყობოდა, ხო, ილიასაც. ეგა ლოგიკურია. ემეტმა overhanded price mitchell-ს რაც უქნა, აი price mitchell-ს დააჭკვიანებს.
ხო. თუ არ არის ამან. შეიძლება მაგის გამო აირია პირიქით. შეიძლება დისერტაცია დაიცვას მე სადღაც ჰარვარდში რა, ეგეთი. არ არის გამორიცხული. ისეთი overhand-ი გამოდა. ხო, რავი, ანუ მერფიზე რა ერთს მაგას უტყვი, რომ ძალიან ისეთი შენ რო იძახი რომ ემეძე და underrated არის, არანაკლებ underrated-ი არის მერფიც, იმიტომ რომ არასდროს ბიჭო არა იცი რატო არავინ არასდროს არ მოიაზრებს featherweight-ში რაიმე top მებრძოლად ხო ხდები? აი ხა მაგალითად ლოპესი რომ მოვიდა და ევლოებს მოუგო, ევლოებთან წააგო უფრო სწორედ, ისე წააგო, ანუ ხმაურიანი წაგება ქონდა რა. წააგო, მაგრამ ხო რა, ხო ხდები, წააგო, მაგრამ ანუ ყველა მოიაზრებდა რომ აი ეს ბიჭი წინ წავა რა მოკლედ რა და ეხლა დღეს კამარზე ჩხუბობს და მერფის უბრალოდ ერთი მინუსი ეგ არის რომ არასანახაობრივი მებრძოლი არის თავისი შედეგებიდან გამომდინარე რა. მე მგონი რომ ძალიან overrated მებრძოლი არის. ნახოთ აი ეს ანუ უბრალოდ მგონია რომ ამ matchmaking-ში ეგ ნულიანი რაც შეიძლება ერთიანი მაგასაც ანუ ერთიანი შეცდომა მგონია რომ აი ეგ ცვლის და რაღაცნაირ ინტერპრეტაციას უკეთებს ამ ყველა. ხო, რა თქმა უნდა, ნულიანი ახლა ისეთი არის, ხო ხდები და ეხლა არის აი ტოპ ტესტი არის მერფისთვის რა. ეხლა იცი ეს ნულიანები არ მიყვარს. ხო, შენ მაგრად არის, შენ ზოგადად ფეივორიტ ხალხი არ გიყვარს იმენა ანდერდოგების წინ ახლა. არა, ფეივორიტია და აი ამ ქარდზე ფეივორიტი მყავს ერთი რავი დარწმუნებული ერთი კითხვა მაქვს შენთან რა ეხლა აი ემეტი ვთქვათ გაიარა მერფი აი შენი აზრით შემდეგი რა იკვეთება მერფისთვის კამარზე მარტივად მივა არა კამარზე ფეზერვეიჩი ილია რაც გადავიდა ლაიტვეიჩი ფეზერვეიჩი დღეს რიგი კამარზე არა ეგ არის მე მგონია რომ მერფიმ თუ მოუგო ემეც კარგი matchmaking-ი იქნება ევლოევი რაღაც აუ რა მომწონს მაგრამ ევლოევი არ ეჩხუბება და წავა და იჩხუბებს კამარზე ევლოევი გონია რომ ნებისმიერ შემთხვევაში კამარზე იჩხუბებს იმასაც ვფიქრობ რომ მოგებულს ყველა ვარიანტი ევლოევი ხდება ხო რა და hot take-ი ხა ჩემი hot take-ი რა ეს hot take-ი გავაკეთე რომ ჩაინიშნა ვულკანოვსკის და ლოპესის ჩხუბი მაშინ ეხლა თქვა ეგ hot take-ი თქვი დიეგო ლოპესი იგებს კამარს ვულკანოვსკისთან და იცავს მე ევლოევთან აი როგორი hot take-ია იცით? hot take-იც არ არის რა, ეს ლოგიკური და ლოგიკური hot take-ია. რომ მომდეც ლოგიკურად მივედი რა. ხო, მაგრამ ბევრი შეგეწინააღმდეგება რომ ვოლკი მოიგებს. შემეწინააღმდეგე, ზოგადად ეგ არის. შემეწინააღმდეგე თქვენი არგუმენტები მითხარით უბრალოდ აი მშიერი მერფი რომ მითხარი, მშიერი თუ არის ვინმე დღეს არის თუ არ ვინმე featherweight-ში არის ლოპესია, მაგაში ორი აზრი არის. მე რა, მეც მესმის ხა. მაგის ვარცხნილობა არც მე არ მომწონს რა. ვარცხნილობით არ იგებენ ის ხო არა. მანდიგებენ ხელებით და ბრაიანი ხო ხელებით და ფეხებით რა რა ვულკანოვსკის ძალიან მჭერა რომ მოუგებს და მაგაზე ვილაპარაკებთ ერთ კვირაში შემდეგ პოდკასტში უკვე ვისაუბრებთ მაგაზე უფრო თან მან ისეთ ერთ ჩხუბზე ვისაუბრებთ კიდე სადაც შეიძლება ჩვენ აქ ოქტაგონი დავიდგათ და თვითონ ჩვენ ვიჩხუბოთ იმათ ვეჭვენ აი კუ ხო რა პედი პირდაპირ თქვა ხო, მოდი ახლა ემეძე და მერფიზე ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ. ერთ აზრამდე მაინც ვერ მივალთ მე. არა, შანსი არა. ჩვენი გაგება გვაქვს მოკლედ კაცობა და ადამიანობა. რაც ნახეთ რომ ჩხუბი უნდა ჩატარდეს. ის ვერ თუ ეგრეა. სუე სიტუაცია გვაქვს, რაც ეს ბრძოლები ჩაინიშნა რა და მოდი ახლა გადავიდეთ კომეინზე. საბატინი ეჩხუბა ბრიტოს, ხო, ბრიტოს. და აი matchmaking საინტერესო რა თქმა უნდა. ოიქით საბატინი არის საბმიშენების დიდო სტატი. აქეთ ბრიტო აგრესიული სტრაიკინგით ძალიან საინტერესო შუბი იქნება ფავორიტი არის ბრიტო. რეალურად რო არ დაგიმალო მე ზოგადად ვფიქრობ ხოლმე რომ ეს საბმითერები და კრეპლერები რაღაცით წინ არიან უშუალოდ ესე გამორჩეულ სტრაიკერებზე რა. გამორჩეულ სტრაიკერში იმას გულისხმობ რომ ანუ გამორჩეულად სტრაიკერები არიან რა. ხო. ამ ერთ პიროვნულად ხო სტრაიკინგი და მეტი არაფერი ხო მაგრამ მგონია რატომღაც რომ ბრიტო თავისი აგრესიულობის ხარჯზე მოიგებს და არგუმენტს რაც მიმყარებს არის ვისთანაც წაგებული აქვს საბატინს რა ჰევი პანჩერებთან სულ უჭირს ხო ლოპესმა ისეთ რაღაც გაუკეთა რო რაული რა ხო საბატინს დიეგო ლოპესთან წაგება აქვს სუდად წააგო ძალიან საბატინმა მან რო გააღვიძეს გამიკვირდა ბრიტომ წააგო გომიშთან ხო გომიშთან წააგო მაგრამ მაინც გონია რომ ბრიტო მოიგებს რა აი როგორ მოიგებს იცი ნოკაუტით ხო მეც თუ მოიგო ეგრე მგონია და კარგი არის რა მგონია რომ 3 რაუნდი
ბრძოლა არ გაგრძელდება. არა, შანსი არ არის, არ მგონია რა. არა, კი შანსი როგორ არ არის, მაგრამ ნაკლებად მგონია, რომ თუ ფეხზე დარჩა მოკლედ ბრძოლა, აი ბრიტო მგონია, რომ მაგრად მოუგებს რა. შენ ვიზე გინდოდა საუბარი? ერთი ფეივორიტი მყავსო. მე ფეივორიტი ვინც მყავს ერთი არის გურიელი. ხო, ეგეც კარგი ჩუბი იქნება. ძალიან. და ეგეც მგონია რომ ადამიანდელი გამარჯვება დასრულდება. დაუმარცხებელია სხვათა შორის. აი, გამოჩნდა. დაუმარცხებელი თუ არ უნდა წაიღოს, არა დაუმარცხებელია. ეჩხუბება ოსპონს. ოდიოსპორნი. ოდიოსპონს ეჩხუბება და ოდიოსპორნი რა ვიცი რა. აი როგორი რაღაცა არის, ცით ძირითადად დებიუტის დროს ესეთ პროსპექტებს აძლევენ ისე ჩხუბებს, რომ გაიტესტონ რა ეს პროსპექტი. ხო. გონია რომ ვიღაცა მაჩუკა. აი ოსბორნი ანუ დიდი პატივისცემა, რა ვიცი, UFC-ში არის, მაგრამ თავი ვერ აჩვენა რა. გონია რომ შოურად ადგენენ და აჩუქეს ოსბორნი რა. კი, მეც ეგრე მგონია და აი მე მგონია რომ აი აქედან ოსბორნის მერე იქნება ტესტი. ალბათ. კაი ტესტი რა. უბრალოდ აი მართლა აი რომ ეს არის აი უბრალოდ შეეჩვიოს გარემოს. აი რომ გინდა რომ შეხვიდე UFC-ში და ესეთი ან 10-0-ზე ხარ და რაღაცა და შედიხარ UFC-ში და ახლა მოდი UFC-ში. ხო, მაგრამ აი ესეც უნდა ვთქვათ რა. თუ ბურთი მრგვალი არის ფეხბურთში, ხო? აქ ოქტაგონი არის. ხოთები ყველაფერი შეიძლება მონსტერის ლოგოზე ფეხი აუსრია. ხო, და მე გამდემპაუნდი და ხო, და გაგათიშოს. ეგეთ რაღაცა არ არის გამორიცხული რა. მაგიტოა ყველაზე საინტერესო სპორტი, რამდენიც არ უნდა გათვალო და რამდენიც და რაღაც შეიძლება ისეთი მოხდეს, რა მილიონი ტიპს შეიძლება რავი ისეთი რაღაცა კონდეს, აი რასაც არ იძახდეს. შეიძლება მენტალურად ჭირდეს რაღაცა და გამოვიდეს და წააგოს მაგიტო. ეხა ეგ მithumetes არ არის რა ისეთი თემა. ტარნერი ბაჰამუნდეის მაგალითი რო. ხო, თუნდაც. როგორ ან მართლა ისეთი არგუმენტებით მყარად იდგა სამხარა რომ ხო, რო ტარნერი მჯეროდა რა, მაგრამ მე ვეთანხმებოდი რომ ტარნერი შეძლო ქონდა, მაგრამ უცებ ისე აღმოჩნდა რომ წარგების მერე ეგრევე კარიერა დაამთავრა, იმიტომ რომ მენტალური პრობლემა მაქვს თქვა და ეგ არის რა მენტალობა არის 50% ამ სპორტში რა. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის მენტალურად როგორ იდგები რა და ეს წნეხს როგორ გამკლავდები და ასე შემდეგ. და კიდე ერთი heavyweight-ის მაგარი ჩხუბი არის კენედი ნზიჩუკუ ჩხუბობს. ადამიანი რომელმაც ტექნიკური ნოკაუტით მოუგო კარლოს ულბერგს. ადამიანს რომელიც კამბისკენ მიიწევს. და არ არის სხვათა შორის ხელწამოსაკრავი ადამიანი ნზიჩუკუ, მithumetes heavyweight-ი არის. და მე მგონია რომ ეგ ბიჭი მოიგებს რა. მოიგებს თან მე მგონია რომ პირველ რაუნდში მოიგებს. აი ხა უკვე თავიდან ხო ვიწყებდი თუ აი ნოკაუტის ამ შე რაღაცა, ხა პირველი რაუნდის ნოკაუტს ვფიქრობ. მეც მგონია რომ პირველი რაუნდი. ოპონენტი არ ყავს სული სხვათა შორის. არა, ორი წაგება აქვს სულ. უბრალოდ თვითონ არის ძალიან მაგარი. ხო. მართლა. და მე მაინც მგონია რომ მაინც ზეჩუკუ მოიგებს რა. მანდ არის კიდევ ერთი საინტერესო matchmaking-ი. უბრალოდ სახელი არ მახსოვს. ალი ჩენგი რომიუს რო ეჩხუბება. ხო, რომიუსი არის 8-1-ზე, მე მგონი 8-ზე. არა, 9-3-ზე არის. 9-3-ზე. ძალიან მაგარი პროსპექტია სხვათა შორის. 10-1-ზე არის აქეთ. ხო და ალი არის აქეთ გამოკვეთილი submission-ის არტისტი. რა თან როგორი submission-ის არტისტი, იცი? აი, ხამზატი რომ მივარ და ვიტეკებ და ხო, ეგრევე რა, სწრაფად აგვარებს საქმეს რა. დაბლა. ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება. აი მართლა მგონია რომ ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა იქნება. ხო, მოდი, აბა ყველა პოდკასტში ვიძახით ხოლმე და შესაძლო Fight of the Night. მე მგონია რომ Fight of the Night-ი არ მგონია იყოს, იმიტომ რომ დიდი ხანი არ მგონია გაგრძელდეს რა. და Fight of the Night თუ გინდა რომ ჩხუბი იყოს და ზოგადად ეგ ჩხუბი ხდება, როცა ორივე რავი ყველაფერს დებს და სასწაული. აი მე თავს დავდებ რომ ემეტი მერფი არ იქნება. Fight of the Night დარწმუნებული ვარ. მე მგონია რომ მერფის სიფრთხილე არ გახდის მაგჩუბს Fight of the Night. ხო, ზუსტად. მეც მაგას ვიძახი. საბატინი შეიძლება სხვათა შორის. საბატინი ბრიტო იქნება რა, ძალიან მაგარი. მართლა კარგია. სხვათა შორის სტატისტიკა როგორ გვაქვს, ანუ თითქმის ყველა Fight of the Night გამოვიცანით, ხო? კი. ესე ყველა და ხელშუა. ესე ვადგე დავუყურო თითქმის ყველა Fight of the Night-ი. სხვათა შორის ხო, ეხლა რომ დაუფიქრდი UFC London-ზეც. შეიძლება ეს ოფიციალურად არ დასახელება, ზუსტად არც ვიცი, შეიძლება იყოს კიდევაც რა, მაგრამ
UFC ლონდონზე რო ვთქვით, კავანა დოს სანტოსი. აი უყურეს და გაგისწორდებათ მაგრად. სასწაული იყო იმენა მართლაც. და ეხლა აი საბატნე აი კომეინისგან ველი მოკლედ რო გაგვაუწყებს რა. თქვენ ვისფიქროთ ვინაი დამა hidden gem-ი. ხო, აი ეგ დაწერეთ კომენტარებში აუცილებლად ვისფიქრობთ რომ Fight of the Night-ი ვის არა რომელი ბრძოლა გახდება Fight of the Night. როგორც მეხუთით ჩვენი პოდკასტის სტრუქტურა ესაა, რომ ჩხუბით დიდად არ გვაინტერესებს და რაღაცნაირად სანახაობრივად არ გვიზიდავს, იმას არ განვიხილავთ რა. ხო, ეგრე. ზუსტად ეგრე. ნუ საინტერესო რაც არის იდეაში ყველაფერს განვიხილავთ ახლა ესე რომ ყველა კარდის პრელიმინარს და early prelims და ყველაფერს გაყვე, ფიზიკურად ვერ ჩავეტევით თან ისე რა დროში რა ხო ხდება. მაშინ არც მე არ ვარ ჯო როგანი და დანიელ PC და რაც შეეხება მეგობრებო თქვენს ჩართულობას ძალიან გვინდა ჩართულები იყო. ნიშნავანი არის. ვინმე თუ ხედავთ ისეთ fight რომ ჩვენ შეიძლება ვერ შევამჩნიოთ ან ყურადღებას არ ვაქცევთ დიდათ აუცილებლად დაგვიწერეთ. თუ ფიქრობთ რომ არასწორი ადამიანები ვართ. შათავთ ითავფანაველს. რავი, ძალიან დიდი мотиваცია არის მაინც. კი, ანუ თითოეული კომენტარი რა, რომელიც იწერება, მართლა არის ძალიან დიდი мотиваცია რომ რაღაც გააგრძელო. თავიდან მუღამს გაძლევს რა. მაგასთან აი. ხო და ცოტა ხანი დაგველოდეთ მეგობრებო და ძალიან ბევრი რამე შეიძლება, როგორც სიღრმისეულად შეიძლება. სიღრმისეულად და რა. და არც სამხარ არ შევიცვლებით. ისე ჩვენ ვქნებით, მაგრამ რაღაცეები შეიძლება რა და მადლობა კიდევ ერთხელ, ვინც რავი, უყურებთ ჩართულები ხართ. სასიამოვნო არის რა ჩვენი მხრიდან ვეცდებით რომ რაღაცები გავაკეთოთ ისეთი რა თქვენ მოგეწონოთ და რაც თავარი არის სიახლეები გვექნება ძალიან ისეთი რა საინტერესო უბრალოდ აი როგორც დანავაითი ხო იცი აი ბრძოლებს რო ძალიან ისე არ რო ალოდინებს და ალოდინებს ხალხს ეგრეა რა ილია მახაჩევიჩანიშა მონაგონი იქნება ისეთები იქნება ხა თამასო ძალიან მაღლა ავწიეთ და ისე აი დანავაით შევეხეთ ახლა და როგორ არ უნდა გადავიდეთ ნიუსებზე აუ აბარა ნიუსები დადროვა თან 1 აპრილს ვიტო აი საჯები საჯებზე ხო თქვით თავიდან დავიკიდოთ ეს კაი ხო საჯები თავის გაჭირვებიათ ისეაც მთელი მსოფლიო ებრძვის ხო საჯი საჯია ხო UFC საჯია ხა ერთ რუსულ შესატყვის ვიტყოდი მაგრამ მოხდები არა რას ხარ დაჭერამ საჯებს საჯებს აღარ თვითონ სიტყვას სოლიდარო მოსაჯი ხო გადავიდეთ ნიუსები დაგვიდრობა ნიუსები თქვენთვის როგორც უკვე აღნიშნეთ იმიტომ რომ ჩვენ მართლა მივიღეთ ზარი ზარი ინფორმატორი ყოსი მე და შონზე ისე რომ ხო ამბობდით პოდკასტში იდეაში ივნისში ჩაინიშნება მერაბი ომალით ხო და პირდაპირ ბრძოლის ისინი ვის როგორ რაღაცა თალი ავთქვით ეგრევე რომ ცოტა საეჭო არ მოყოლია რა იმიტომ რომ ჩვენ იქიდან გვაწვევიან რომ ესე არ თქვათო სანამ არ ჩაინიშნება რა ხო ხდება გუშინ ჩაინიშნა მერაბი ომალის ჩაინიშნა ისეთი რომ მოულოდნელი არისო და ყველამ ვიცით ალბათ რაც მოხდება იქნება ძალიან მაგარი ბრძოლა და მგონია რომ ომალი იქნება შეშინებული უკვე მაგრამ ეს არის სხვადასხვა პირველი ქართული რემატჩი ხო საჩემპიონო აზი ხარ სადო და მაგრად თან იცი როგორ აი სად უნდა მიხვდე იცი მაგას რომ სადო ვართ ჩანიშნული არის ჩუბი ვიცით რომ მოიგებს რა არა ძალიან მაგ ჩუბებს მე როგორც იცით ყველა პოდკასტზე რაღაცას მაინც ვიძახით ხოლმე ქართულ მებრძოლებზე მერაბზე და ომალიზე წინა პოდკასტში ვისაუბრეთ გადადით დაყოფილია ზუსტად ის მონაკვეთი გამიგიჩდება სადაც ვისაუბრეთ და შეგიძლიათ ნახოთ რა ნუ მოკლედ ვიტყვი რომ მე ისეთი პროგნოზი მაქვს რომ შეიძლება რომ ფინიშიც აიღოს მერაბი მგონია რომ მერაბზე თავდაჯერებული ახლა მერაბზე და ილიას თავდაჯერებული UFC-ში დღესდღეობით რავი ძალიან ცოტა მებრძოლი იქნება იმიტომ რომ რავი მერაბმა რაც გააკეთა თავის დივიზიონში ეგეთი გაწმენდილი ჯერ არც ერთ დივიზიონი არ არის აი საერთოდ ქვია რა მარტო რემატჩები აქვს დარჩენილი ჩემპიონია კაცი რო დაჯდეს მე რავი ფეხზე რო გადაიდოს აი სტახზე რო ჩამოშდეს რა და უთხრას ორი ნომრიდან არა პირველი ნომრიდან ჩემპიონი ჩაყევითო პირველი ნომრიდან ტოპ 10-მდე იჩხუბეთო რა მერვე ფინალებიდან დაიწყეთო და მერე შეგხვდებითო რა ხო რა და თანან საინტერესო მანდიცი რა არის ვერც ვერავინ ვერაფერს ვერ ეტყვის ხო ჩავი რა უნდა ვინც იძახდა და გრძელიანა ქონდა გაიცა პასუხით თებერვალში მერაბია თვითონ ესე ტიპი რომ არ გაჩერდება და უბრალოდ ავიწყოს მე მგონია რომ ომალის თანჩხუბი თვითონ უბრუნდა და თავისი იყო რატომაც არა რა მანი ფაითი ცუდია
არის, არ არის ცუდი. და რაღაცნაირად მგონია რომ პიროვნულად რაღაცნაირად მერაბის საინტერესოს ომარი. რაიმდენად ღია რო ტიპად აღიქომენ. ომალის და თუნდაც რა ეხა საჩემპიონო ბრძოლა რომ იყო რა მერაბმა მაშინ ძალიან ის იყო როგორ თქვა რა სახალისო იყო აი ეს პერიოდი რა თვითონ კემპის პერიოდი იყო ძალიან მაგარი იქიდან რაღაც ომალი რაღაცებს იმუშავდა ტიპები რომ იმაშვებია მე რომ ხოლაზე ხარ ბიფი აქვს ხოლმე და ეს კონტენტი რაღაცა იმენა ინტერნეტში დაბომბეს ეთქავენი თან მაგრა ესა 2025 წელია AI-ის სამყაროში ყველაფერი შეიძლება რა კონტენტით კეთდება საქმე კი მერაბი არის მაგარი კონტენტ მეიგერი რა კონტენტ კრეატორი რამე ტიპსი გამოუშვი რა როგორ გავხდეთ კონტენტი როგორ განვავიკავოთ ხო და აი ეხლა გადავდივარ ნამდვილი გამოცხადება რა ისეთ ნიუსზე ყოველ შემთხვევაში მე და შენ ძალიან ჩვენთვის ასე ვთქვათ მოულოდნელი იყო რა თან ძალიან საინტერესო ვერავინ ვერ დამიმტკიცებს მაგას რომ იმის მოსაუბრებელი იყო ხო საერთოდ დავოდით პრატეში ანგარი თუ ჩაინიშნება თან რეალურად კონცენტრაცია იმაზე იყო გადართული რომ პრატეს ნილი ჩაეხსნა და ვინმეს თუ უპოვიან ხო ვინმეს თუ უპოვიან და ვინ უპოვეს თორემ ეხლა არა მაგრამ ჰედლაინერად კანზას სიტიში ხო აპრილის ბოლოს არის იჩხუბებენ იან მაჩა რა აი ჯამალ ხილის და იმის ჩხუბი სად ჯამალია ჯამალი პრატეში და მაჩადო გარი ხო აი ფაინტინგ ნერცი რა აი რამდენჯერ უნდა ვახსენოთ მაგრამ მოკლედ იმენა ფოლოვერი ვარ მაგრამ მაგრამ როგორ ინსტაგრამზე იმენა მყია რომ ვაფოლო იმენა მიუყვებ ხო ანუ ყველანაირად აი ხა იმის სათვალებს მინდა მაგათ ვაპირებ სხვათა შორის ამ ზაფხულში არ ვიცი და იმ ზაფხულში მე და სამხარას გვინდა რომ ჩავიდეთ ფაინტინგ ნერჩი და რამდენიმე თვითონ ბორალიოს მოწვევით სხვათა შორის კაიო ბორალიომ ასე შეპირდა სამხარას რომ უშუალო კომუნიკაცია აქვს და შეპირდა სამხარას რომ აუცილებლად ვიქნებით მის საჩემპიონო ორთაბრძოლაზე და გველოდეთ რა ყველაფერი იქნება ნეო კაი ეხლა მოდი სერიოზულად როგორ წარმოგიდგენია ეგ ბრძოლა რა იცი აი იქნება რავი ალბათ ტესტესტერონის ზეიმია იან მაჩადო აი რომ ხურებ და აი რომ ფორია ქოქ ხო ის როგორ ჩერდები ადრენალი შენს რო გაწევა ეგეთი ჩხუბი პრატეშის ხელი რა ვიცი და აქედან მაჩადო კარი ხო ვისო ძალიან მაგარი იყო მაგრამ შავკატის მენე ურჯერ მაგარი რო არის მე მგონი დაუწმე ზოგადად რა აი ეგ ბრძოლა სანამ იქნებოდა რა იანკარი შავკატი MTLMM-ის სამყაროს ეგონა რომ შავკატი მართლაც მოგებდა და ბელალთან გზა უკვე ისე იყო. ფროდო ჩეკს გაუკეთებდა იან მაჩადო გარისა და შენი ნულიანი რა არის, ჩემი არის ნაღდიო რა, ეგ თემა იყო და მაგრამ აი ეგეთი ბრძოლა შავკატს საერთოდ არ ქონია UFC-ში რა, ეგეთი რთული, აი ძალიან რთული ბრძოლა ქონდა. ეგ კი არა თვითონ რო საბმიშენებს უკეთებს ხალხს და რაღაცა აქეთ დაასაბმითა ორჯერ ამის ზურგი ქონა აღებული რა თავის ამ კუთხედებით და რაღაცა თითქოს დააფროთ ჩეკეს იან მაჩადო გარი იმიტომ რომ ეს შენი ანდეფიტით რეკორდი არაფერი არ არის და ჰაიპში იმიტომ ხარ ირლანდიელი ხარ ო აი ირლანდიელი რო ხარ უკვე პასუხის გებობა აკიდებული კა ხო მაგარი რო კონორზე ხო ხდები რა ისეთი გავლენა ქონდა მაგაც რავი ძალიან მგონია რომ პრატეშის ფილტვები თუ გავუძლებს და ყვიწლი პრატები თუ ვერ ხვდებით რატო ვიცახიან პრატეჩის ლაიფსტაილი არ გადახედეთ ცხოვრების წესს ვიზად როგორ ჩანს რაღაც ცხოვრობს და წყლის ნორმალ ბრაზილიელი ხო ნორმალ შეულებრივად წინა დღესო დაწვევა და მეორე დღეს რომ იმას იდა გადაულებს თელი თუნდაც ფეხბურთი და რო აიღო ისე მაგარი ხო აუ ისე ხა აი რო შევხედოთ რა თვითონ მებრძოლს რა პრატეშს აი ეგეთი გრძელი ხელები, ძალიან გრძელი ხელები აქვს რა და ძალა. იანს რა აქვს თვითონ ფიზიკა მაგარი ფიზიკა აქვს ძალიან. ხო, აი ძალიან მაგარი ფიზიკა აქვს და სიძლიერეც ხელში მოკლედ, ანუ მაგიტო არის რა ძალიან საინტერესო ეს ჩხუბი რომ ორივე საკნოკაუტის ძალა, უბრალოდ ეხლა იქნება პრატეშისთვის ერთი ძალიან მაგარი ტესტი ეს, იმიტომ რომ გაიტესტება ქვევითაც. უეჭველით, ან მე არ წარმომიდგენია ეგ ბრძოლა ისე რომ გარიმ ქვევით ეგ არ წაიყვანოს შანსი არ არის. მან გაიტესტება takedown defense-ზე, გაიტესტება როგორი არის ქვევით გრეპლინგში. შენი აზრით როგორი არის?
არ ვიცი რა, აი გონია რომ კლანჭებს გამოდის და ხელ კლანჭებს გამოდის. იცი რა არის, ყველა ბრაზილიელი ზოგადად რა, არ არის რომ კონკრეტულად სტრაიკერი იყოს რა. ეს ზოგადად რო ავიღოთ. ანუ ერთი მიმართულება არ აქვს. არიან MMA-ის მებრძოლები. ხა ძალიან კარგად ვიცით რომ ბრაზილიიდან მოდის კულტურა ზოგადად რა MMA-ის და ზოგადად არიან MMA-ის მებრძოლები რა, ყველანი საერთოდ. ჯიუ-ჯიტსუს რავი ბევრი არის შავი ქამარი და ასე შემდეგ რა და ხო და აი მე მგონია რომ აი ესე ასე ვთქვათ სუსტი არ იქნება პრატეში რა მაგრამ აჯობებს თუ არა აი ეგ არის ხო მაგრამ ეს ახლა ნახავთ რა იცი რა არის მე უბრალოდ პრატეშმა თუ მოიგო მიწაზე კარგი მუშაობა, კარგი გრეპლინგი დაჭირდება უკვე ისეთი ბრძოლები ელოდება იანგარის შემდეგ რა. კი, ყველავანი აჩდა თან საინტერესო კიდე ის არის რომ ზოგი ჭირი მარგებელია და ემართა ეხა პრატეშს რა. იმიტომ რომ ნილის მოგებით ბევრი არაფერი არის, ნილთან მოგებით ბევრი არაფერი არის. განცხადება. იან მაჩატო კარის თუ მოუგო მიუხედავად იმისა რომ მე 7 ნომერი არის კარი ეხლა. განცხადება. მგონია რომ ძალიან წინ წაწევს რა. ძალიან თან. ხამის თან პრატეში თუ იგებს ნოკაუტით. ხო და აქეთ იანმა თუ მოიგო მგონია რომ აი იმ ხელა კამბექი იქნება ეგ მაგისთვის, იმიტომ რომ რავი, ფაითინგ ერციდან მიჩხუბობს. ეხლა ყველა ისეთ იმაზე არის, სტრიქზე არის და ისეთი ტემპით მიდის ყველა, რომ იქიდან ერთ-ერთის გაჩერება, ეხლა იან მაჩადომ თან პრატეში რო გააჩეროს ერთ-ერთი. ხო, მაგრამ იცი რა არის, მე მგონია რომ ბოჰალიოს გარდა არც ეს არ გაუგლია ტესტი. ხო. ტესტი არც ერთ არ გაუგლია. აი ბოჰალიომ გაიარა კი ბატონო. აქედან ჟინ სილვას რო. აი სილვასაც რა ეხლა მოდი რა. არა, ხო, კი ბატონო, მაგრამ ჰაიპის ამბავში ეხლა სტორი იყო რა, რომ ჩაინიშნე და სხვათა შორის ჟინ სილვაც მაგარ ტესტს გაივლის, იმიტომ რომ ბრაის მიჩელი ქვევით ძალიან მაგარი არის. ეხლა რაც არ უნდა თქვა, მაგრამ არა, კი, რა თქმა უნდა. რაც არ უნდა როგორი გონებრივი შესაძლებლობებიც არ უნდა ქონდეს მაგ ადამიანს, როგორი შეხედულებებიც არ უნდა ქონდეს, ხო. რეპერი. ბრაის მიჩელი. ხო, ეგ არ ვიცი. არის ეს ერთი ტრეკი ნახე ბრაის მიჩელის. რა მართლა გეუბნები. მე როგორ უბერავს. ბიჭო, ერთი ტრეკი ნახე და მაგრა დამეღოს რა. რამდენჯერმე მოусმენ, ოღონდ მართლა სერიოზულად გეუბნები, განახებ მე რა. თაგნესტით რაღაც ეგეთი ქვია რა. განახე მე. საინტერესოა. შემდეგ პოდკასტში თუ დაგაინტერესებთ ვინმე ბრაის მიჩელის ნიკნეიმი, როგორ აუტრო თუ კონდეს თუ გინდა ეგ. ხო რა. და დავაწეროთ მე. Music by Adolf. Adolf Hitler. ხო და ეგეც ერთ-ერთი. აკოს ტრაიკები კი რა და. ბოდიშ. მინდა გაგვატყავ. ეს დატოვდა რა. დავაკეთე და წავყარა. ხო და მოკლედ. დამასტრაიკეთ. პირადად. ამას დავასტრაიკო და გრაუნდი დავტოვე შემოღებელი თუ შეიძლება. ინდიც იყოს რა. ხო და მოკლედ რა, ფაითინგ ნერცი გაივლის ძალიან მაგარ ტესტს. იდეაში ერთ ქარდზე უნდა ყოფილიყო, თუმცა აი ამ ჩახსნების გამო და ასე შემდეგ, მოკლედ ჯერ ერთი გაივლის, მე მეორე არა. მე მეორე, რაც არ წამოვიდე ვინმე რა. კი, რა ეყოლებათ კი. კი რა, ankle დინას ძალიან დიდი მადლობა. კი, მადლობა რომ ესეთი ინფორმაცია გაასაჯაროა მართლა რა. კარგი, მართლა კარგი ბრძოლები არის, თუმცა ყველაზე მეტად მე ამ ლაივში ველოდებოდი რომ ილიაზე იქნებოდა საუბარი და ილიაზე ერთ-ერთი რაც თქვა დენამ რომ ველოდებითო მოკლეთო რა რაღაცა მზადრო იქნება მოკლეთო ბრძოლა მაგ შემთხვევაში გეტყვითო და მეტი ინფორმაცია სამწუხაროდ არ გვაქვს ილიაზე და თან ძალიან იწელება. ეგეც სამწუხაროა. მეგობრებო, ილიაზე რაღაც ვისაუბრეთ, სანამ დავიწყებდით ჩაწერას და იმ დონეზე ვართ ვისულები, რომ ილიას შოუი რო ჩაიჭირა, შევა ერთი ცალკე პოდკასტი მარტო მაგ შოუს. კი, აი მართლა რა. იმიტომ რომ ჩვენი ედიტორი გიჟის გამოსხოლები რამ ხება. აი მერაბის ისიც ბრძოლაც რომ მოვა, მერაბზეც ეგრევე იქნება. ცალკე პოდკასტი მაგაზეც ჩაიწერება ძალიან ჩვეულებრივად. უკეთესი იქნებოდა მერაბზე ლაპარაკისთვის რომ პოდკასტში ჩაწერათ და გვეწყო იქამდე სანამ აი კაი პიოტრიანს რომ მოვა მაგის მერეც საკმარისი იქნება და ჩემი აზრით რა იმიტომ რომ ყველაფერი გაკეთებული აქვს უკვე მერაბს აი ვერი თუ რა ამას იცამდნენ ყველაფერი მე მგონია რომ აი ერთი title defense კი ბევრი აქვს უკვე მართლა ისეთი ხალხი ყავს გავლილი რომ ბევრია რა ხო რა ეგ არის ვინაცვალეთ მერაბსაც ილიასაც და ჩვენ ქართულ ბიჭებს გემოდო პოდკასტსაც ჯერჯერობით ამდე წორცაცია უნდა ჩაიარა რამე გაქვს თემა კიდე სასაუბრო მეტი ჯერჯერობით არაფერი ჯერჯერობით მეც არაფერი არ მაქვს და დავიმშვიდობოთ მოკლედ მაყურებელს
ეგრევე დამშვიდობებაზე გადახდი, მოიცადე. აი ბოდიშიც, არ ისაუბრეთ. ინტერაქცია არ არის პრობლემა. მეგობრებო, სხვათა შორის რაღაცნაირად ვფიქრობთ იმაზეც, რომ ლაივი უფრო ესე ვთქვათ, ჩართულობითი იქნება. ეხლა დაწერეთ რა, რამე თქვით და ვიღალეთ. ჩვენ ისედაც დიდი ხანია უცბაკაცოდ დავიწრობთ ერთმანეთს და ისედაც ულაპარაკობთ და ცოტა აი საინტერესო არის რა, უცხო ადამიანთან რაღაც თემას რო განიხილავ. რამდენი წელია ისე უცბაკაცო? მე ეხა ეგრე ცალკე იმას გავაკეთებ, არხს გავაკეთებ პოდკასტს. ცხოვრების ელემენტებზე, ხო? მადლობა კიდევ ერთხელ ვინც გვიყურეთ, ვისაც არ დაგეზარათ. ახლა ძალიან სასიამოვნო არის ეს კომუნიკაცია რო გაგუშავოთ მე რა რომ თქვენ რაღაც ეკრანის უკან სიხართ და ჩვენ აქ საინტერესოა რა შევიდეთ პოლემიკაში არ არის პრობლემა პოლემიკა თუ არ იქნება განხილვა იყოს ერთ აზრზე ხო ანუ თქვენთვისაც ანუ ეხლა ადომ რაც თქვა რა თქვენთვისაც უფრო ხელსაყრელი თუ იქნება რომ პირდაპირ ეთერი იყოს თქვა ლაივი იყოს მოკლედ ძალიან ისე რა ვთქვა ლაივი რომ იყოს თუ ეგ იქნება თქვენთვის უფრო ხელსაყრელი დაწერეთ და მაგაზეც მოკლედ არ არის პრობლემა ჩვენგან არ დავიხევთ იმ. ეგ არის რა ნებისმიერ თემაზე შეგვიძლია რა თუ გინდათ ვაფშე UFC-ზე თუ არის ფეხბურთზე ვკითხე. არ არის პრობლემა მანდაც გვაქვს რაღაცა ისინი მანდაც FIFA-ს პრეზიდენტთან შეხებები. დავუშვებთ მოკლედ. აი აღარ გავაგზავნე. ხო. დავუშვებთ მადლობა ძალიან დიდი ვინც გვიყურეთ რა.